ნაციზმმა გერმანიაში გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ მას აუცილებლად უნდა გაემარჯვა, არამედ იმიტომ, რომ მას არ დაუშალეს გამარჯვება. მას ელოდნენ, მას ეძებდნენ და იგი იპოვეს. სანამ ნორმალური პარტიები ერთმანეთთან ქიშპობდნენ, ხოლო ელიტებს ეძინათ, ბრბოს მობეზრდათ და სწორედ მაშინ წაგებული ომის ფერფლიდან, სიღარიბიდან, სიბრაზისგან, დამცირებისგან, აი ამ ჯურღმულებიდან წამოიმართა წითელი ფერის დროშა, შუაში ჩახატული თეთრი წრით და უძველესი საკრალური სიმბოლოთი. ეს დროშა ათასებმა აწიეს, ამ დროშას მილიონები გაყვნენ და ამ დროშამ ათეულობით მილიონი ადამიანი ჩადო მიწაში. ისტორია არ მეორდება, ისტორია გვაფრთხილებს. მე მინდა წინსრებით მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, მისი მადლი გფარავდეთ და ჩვენ წინ კვლავ გრძელი, საკმაოდ გრძელი და საინტერესო მოგზაურობა გველის, ამიტომ რომ არ გავერთოთ და შემდეგ არ დაგვავიწყდეს, ახლავე დავცვათ მოწონების ნიშანი, დავწეროთ კომენტარი ვიდეოს ნახვის შემდეგ და რა თქმა უნდა, მე არ დავიღლები არასდროს იმ ადამიანებისთვის მადლობის გადახდით, რომლებიც მცირეოდენით თუ დიდიოდენით ეხმარებიან ჩემს არხს, რათა იგი განვითარდეს და მეც სტიმული მომეცეს უფრო მეტი და საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. ვიდეოს ჩაწერისას ტექნიკური ხარვეზის გამო მე ორჯერ მომიწია ზოგიერთი ფრაგმენტის ჩაწერა და ამიტომ ცოტა განსხვავება იქნება გამოსახულებებში, მაგრამ ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მთავარი არის შინაარსი. გამარჯობა. დღეს მე გთავაზობთ მეორე ნაწილს ვიდეოსი, რომელსაც მე დავარქვი გონების ძილი ურჩხულებს ბადებს. ალბათ თქვენ გახსოვთ გოიას ეს ცნობილი ნახატი. რა იყო გერმანელი ერისთვის და რა არის მისთვის წამყვანი იდეა? Ordnung, ანუ წესრიგი. ვინც დაამყარებს წესრიგს, ის იქნება ნამდვილი გერმანელი პატრიოტი. ასე თვლიდნენ და ალბათ ასე თვლიან დღესაც გერმანელები. არადა გერმანულ ორდნუნგამდე ძალიან შორსაა 20-იან წლებში. მთელ გერმანიაში წარამარა ხდება, როგორც გითხარით წინა ვიდეოში, გაფიცვები, დემონსტრაციები, შიგადაშიგ აჯანყებები, გადატრიალების მცდელობები. ამას აწყობენ ცალმხარეს მონარქისტები, მეორე მხარეს ნაციონალისტები, კომუნისტები, ჯარისკაცები, მეზღვაურები, მოკლედ არეულობა ისეთი დედაშვილს არა იყვანს და ამ ტერორს სხვათაშორის მთავრობის წევრებიც ეწირებიან. ყველაზე აღვირახსნილ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ ფრაიკორები. გახსოვთ თქვენ ფრაიკორები თავის დროზე კომუნისტების დასაჩაგრად გამოიგონეს, შეკრიბეს უпроსორად. უკვე 1920 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ცეცხლსროლი იარაღის და ზოგადად იარაღის შეძენა და შენახვა. ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ. აქ თემას უნდა გადაუხვიოთ და ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. ერთ-ერთი მიუნხენელი მდიდარი ადამიანის ოჯახში დამლაგებელი ქალი მუშაობს, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სხვენის დალაგებისას აღმოაჩენს რამდენიმე შაშხანას, რამდენიმე ხუმბარას და ახალი გამოცემულია ეს ბრძანება იარაღის აკრძალვის, შენახვის აკრძალვის თაობაზე და როგორც კანონმორჩილი გერმანელი, ეს გოგონა გადაწყვეტს, რომ მისი დამსაქმებელი ჩაუშვას. და წავა პოლიციისკენ, მაგრამ პოლიციაში სანამ მივა, მანამდე შეივლის რატომღაც ტიპოგრაფიაში, რომელიც იქვია ამ სახლთან ახლოს არის და იქ მოყვება ამ ამბავს, რომ მოკლედ ვაგერო დამსაქმებლის სახლში ესეთი რაღაცები იპოვეო და ეხა პოლიციაში მივდივარ, და გავაცხადო, როგორ შეიძლება ირღვევაო კანონია. გამოდის ტიპოგრაფიიდან, მიდის პოლიციისკენ და მანქანა ჩერდება, ღია მანქანაა, შიგნით 3 ბიჭი ზის, ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ეუბნებიან, სად მივძანდებით გოგონა, აგერო პოლიციაში, იქამდე შორს არისო და მოდი, ჩვენ წაგიყვანთ. ჩასვამენ ამ გოგონას და გოგონა გაქრება. მაგრამ იპოვიან და მას მკერდზე ადევს ესეთი ფირფიტა, რომელზეც წერია შეკახპა, შენ გინდოდა ჩვენი დაღუპვა და ამიტომ შავი ხელი ყველგან მოგწდება. რაც თავარია ეს 3 ტიპი, ვინც
ეს ამბავი ჩაიდინა, ცნობილია მათი ისტორია. ერთი გახლავთ SA-ს წევრი და 1934 წელს გრძელი დანების ღამეს მას კლავენ. გრძელი დანების ღამის ისტორია ძალიან საინტერესოა და მე როდესაც გავაკეთებ ვიდეოს ჰიტლერის სათავეში მოსვლიდან 45 წლამდე იქ მოგიყვებით ძალიან საინტერესო მონაკვეთი არის ჰიტლერის მმართველობისა. სწორედ ამ ღამეს მოკლავენ მოკლე. მანქანის ბრძოლი 1931 წელს ჯერ კიდევ სანამ ნაცისტები მოვლენ ხელისუფლებაში, ჰიტლერთან ძალიან დიდ კონფლიქტში მოვა და საერთოდ დატოვებს გერმანიას და მიდის ჩინეთში, ტიბეტის გავლით სხვათა შორის. და ჩინეთში იგი კომუნისტი ხდება, ანუ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში შედის და საშინელი ანტიფაშისტია. სხვათა შორის, როდესაც ომი დამთავრდა, იგი დაბრუნდება გერმანიაში და 102 წლის ასაკში გარდაიცვლება მიუნხენში თავის სახლში მშვიდად და წყნარად. მესამე მკვლელიც SA-ს წევრია, იგი მიაღწევს გენერლობამდე. ეს არის მხოლოდ ცნობილი და ომის დროს მისი კვალი უბრალოდ იკარგება. ვაიმარის რესპუბლიკა ახალი ჩამოყალიბებულია, მე ცოტა უკან ვბრუნდები 1918 წელში. რომ იგი ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დგება. კერძოდ ეს არის ემიგრაციული კრიზისი. 1917 წელს, შემდეგ უკვე 1918 წელს ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად და რუსეთში და რუსეთის იმპერიაში მის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომის შემდეგ ძალიან ბევრი ემიგრანტი გაჩნდა. ეს იყვნენ ძირითადად მდიდარი ხალხი, რომლებსაც რა თქმა უნდა კომუნისტები და ბოლშევიკები უпроსორად დევნიდნენ, ხვრიტავდნენ, ართმევდნენ ქონებას და სანამ ამას ყველაფერს ჩაუტარებდნენ, მანამდე ვინც ჭკუა იხმარა, ყველა გაიქცა იქედან და ყველაზე ახლოს იყო გერმანია, ფიზიკურად, გეოგრაფიულად. და პარალელურად ყველა არისტოკრატულ და ზოგადად ესეთ განათლებულ ოჯახებში, რომელთა წარმომადგენლებიც გარბოდნენ, ისწავლებოდა გერმანული და ფრანგული. ამ ორ ენაზე ისევე როგორც თქვათ დღეს ჩვენ საუბრობთ თქვათ ინგლისურად, რუსულად და ეს თავისუფლად შეგვიძლია ამ ენებზე საუბარი, დაახლოებით ასე იყო მაშინ გერმანული და ფრანგული. ამიტომ გერმანიაში, ანუ კერძოდ ბერლინში წასვლა არ ითვლებოდა ძალიან დიდ დისკომფორტად. ბინა მყუდრო, კომფორტული და დაცული უნდა იყოს. ეხ, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ და ხშირად ამის მისაღწევად იმდენ დროს, ენერგიას და ნერვებს ხარჯავთ, რომ რემონტი სტიქიური უბედურების სინონიმი ხდება. საბედნიეროდ მე აღმოვაჩინე სარემონტო კომპანია, სახელად მშენობელი, რომელმაც შემომთავაზა საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელშიც შედის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ხარჯთაღრიცხვა და ყველაფერია სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში. კომპანია მშენობელი უკვე ჩემი მშობლიური ქალაქის ბათუმის ბაზარზეც ოპერირებს. კომპანიას აქვს საკუთარი საწარმო, სადაც შეგიძლიათ დაამზადებინოთ ავეჯი, რომლის ინტეგრაციაც იდეალურად მოხდება ახალ გარემონტებულ სივრცეში. ეს რამდენ პრობლემას მოგიხსნით, ალბათ ახსნა არ სჭირდება. სარემონტო კომპანია მშენობელს მე უკვე ვანდე ჩემი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. მშენობელის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში ციპოვით. და კიდევ ერთი ამ ხალხის დიდი ნაწილი ჩემოდნებს არც კი ხსნიდა, ანუ არ შლიდა ჩემოდნებს, იმიტომ რომ მათ მიაჩნდათ, რომ ბოლშევიკები დიდხანს ვერ დარჩებოდნენ სათავეში, ეს იყო რაღაც გაუნათლებელი გლეხების, მუშების, მეზღვაურების, ჯარისკაცების ბრბო იყო, რომელსაც არც სახელმწიფო მართვის გამოცდილება ჰქონდა, მთელმა მსოფლიომ მათ ზურგი აქცია და პლუს მომაკვდინებელი და სისხლისღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს თვითონ მის იმპერიის ტერიტორიაზე, იქედან იმპერია დაშლილია უკვე ძრება მას ნაწილები, მათ შორის ჩვენი საქართველოც და ეს ხალხი ფიქრობს, რომ ძალიან მალე ისინი დაბრუნდებიან უკან. თუმცა ეს უკან დაბრუნება მოგიხსენებათ 99%-მა ვერ შეძლო, იმიტომ რომ კომუნისტებმა სისხლის კალოები დაატრიალეს ამის შემდეგ და 75 წელი თითქმის 80 წლამდე ისინი სათავეში იყვნენ. მე სიმხალს მახსენებს, აი ცოტა ხნის წინ რომ მიძახდნენ, არ მოგვეწონება ბატონო და გადავირჩეთო, გადაირჩიეს ხო ბოლშევიკები 70 წელი ყავდათ.
ბერლინში როგორც ისტორიკოსები თვლიან 600-დან 700,000-მდე რუსის ემიგრანტი იყო 1918 წელს. ეს კოლოსალური დატვირთვაა ქალაქზე. წარმოიდგინეთ, 600,000, თუნდაც 600, თუნდაც 500,000 იყოს. საოცარი დატვირთვაა, ეს არის ხალხი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული კულტურისაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალი წრის საზოგადოება, მაინც განსხვავებული კულტურაა, მაინც ეს არ არის გერმანელი, ეს მაინც სხვა ადამიანია. თუმცა მალევე, როცა ისინი ხვდებიან, რომ კარგი არაფერი ელოდებათ და პლუს ისედაც გაპარტახებულ ქვეყანაში, როგორც გერმანია, კიდევ კრიზისი იწყება, რომელზეც მე ახლა გეოსაუბრებით, ისინი უკვე საფრანგეთს, ბრიტანეთს და ამერიკას მიაშურებენ. 1921 წელია და გერმანიაში ფეხს იკიდებს ინფლაცია. რა არის ორი სიტყვით და გასაგებად ინფლაცია? ინფლაცია არის, როდესაც ფული კარგავს ძალას. თუ მაგალითად გუშინ პური ღირდა 1 ლარი, დღეს ღირს 5 ლარი, ზეგ შეიძლება ეღიროს 100 ლარი. ამას ყველაფერს ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა და რაც მთავარია, სახელმწიფო ეჩვევა ამ ყველაფერს. ზოგადად 3 მიზეზი არსებობს ინფლაციის. პირველი ეს, როდესაც სახელმწიფო იწყებს ჭარბი ფულის ბეჭდვას, ზედმეტი ფულის ბეჭდვას და რა შემთხვევაში მოხდა ეს, ამაზე ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. მეორე, როდესაც ადამიანი სწრაფად იწყებს ფულის ხარჯვას. როდესაც იგი დღეს ყიდულობს იმას, რაც შეიძლება 2 თვის მერე დაშირდეს. ის იმარაგებს ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული მომავალში. არ არის დარწმუნებული, რომ ხვალ, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, პური არ ეღირება 100 ლარი ერთის ნაცვლად. იგი იწყებს მომარაგებას ყველაფრის აბსოლუტურად, თქვენ გახსოვთ, ჩვენს გადავიტანეთ მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც კოვიდის პანდემიამ შემოგვიტია, მაშინ მე საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ რასაც უყურებდი გერმანიაში, ეს იყო რომ სუპერმარკეტებს, აი დიდ მაღაზიებს და პატარა მაღაზიებსაც შეესია მოსახლეობა და რატომღაც ყველა ეზიდებოდა ტუალეტის ქაღალდს. არ ვიცი რატომ, გაურკვეველია დღემდე ეს ჩემთვის, იმიტომ რომ თუ საჭმელს არ ჭამ, ტუალეტის ქაღალდი ნაკლებად გჭირდება, ხო? მე ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი გაჩნდა და გადავიდნენ ხელსახოცებზე, გადავიდნენ ქაღალდის ცხვირსახოცებზე, გადავიდნენ აი სამზარეულოს ქაღალდები რო არის, მოკლედ ქაღალდზე იყო რატომღაც ესეთი გართულება გერმანელებს არ აქვთ გამოვლილი ჩემნაირი ახალგაზრდობა, როდესაც ჩვენ ტუალეტში გაზეთები პრავდა და იზვესტია და გქონდა ხოლმე. იმიტომ რომ ტუალეტის ქაღალდი საერთოდ არ იყო საბჭოთა კავშირში. ან თუ იყო მოსკოვში უნდა გეყიდა, ეს მწყარე დეფიციტი იყო. აი ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ინფლაციისა და მესამე ეს არის, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მოხრუჭდება და სახელმწიფოში წარმოებული პროდუქცია და მომსახურებების ფასი ეცემა. გერმანიამ ფაქტიურად მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველა ეს პირობა წარმატებით შეასრულა. წარმატებით, რა თქმა უნდა, ჭალებში ვამბობ. ამას დაემატა არნახული რეპარაციები, რომლებიც გერმანიას დაეკისრა მოგეხსენებათ ვერსალის დამამცირებელი ზავის თუ ხელშეკრულების შედეგად. მთავრობა ცდილობს, რომ ვერსალის ხელშეკრულება შეასრულოს, მაგრამ თავზემო ძალა არ აქვს. ამერიკას უკავშირდება იგი, ამერიკა იწყებს ინვესტიციების ჩადებას გერმანიაში, იმიტომ რომ მან იცის, რომ გერმანელი ერი ცოტა სხვანაირი ერია, მას თუ გაუჭირდა, იგი ყოველთვის მოძებნის გამოსავალს, იგი ყოველთვის იმუშავებს, ის მოიკლებს, თავის ოჯახს მოაკლებს, მაგრამ სახელმწიფოსთვის გააკეთებს სასიკეთოს, ამიტომ ამერიკელები იწყებენ საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადებას გერმანიაში და გერმანიაში შემოდის დიდი რაოდენობით ამერიკული ფული, მაგრამ ყველაფერი ეს მიდის რეპარაციების გადასახდელად. ანუ იკვრება ასეთი ჯადოსნური და მომაკვდინებელი წრე გერმანიისთვის. ანუ გერმანიას ეკონომიკის განვითარებისთვის ჭირდება ფული. ფული შემოდის ამერიკიდან. ეს ფული რომ დამოხმარდეს ეკონომიკის აღორძინებას, მიდის რეპარაციებში. ამიტომ ეკონომიკა ვერ აღორძინდება, ამიტომ
გერმანიას კვლავ ფული შირდება და ეს მოჯადოებული წრე რომ გაირღვეს, რომელიც კლავს უბრალოდ აღჩობს გერმანიას და გერმანელებს, გერმანელები პოულობენ ასეთ ძალიან ცუდ მომაკვდინებელ გამოსავალს. ესენი იწყებენ ფულის ბეჭდვას. ესე იგი დაზგები, ფულის საბეჭდი დაზგები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და უშვებს ფულს. და ამას მივყევართ სადამდე, იქამდე რომ ცოტა ხანში მარკა უბრალოდ ნახატებიან ქაღალდად გადაიქცევა. ასეთი მარკა, რა თქმა უნდა, არავის არ ჭირდება. ფრანგები რეპარაციების გადახდას უკვე ნატურით ითხოვენ, იმიტომ რომ თქვენი ქაღალდი თქვენთვის დაიტოვეთ თუ ამბობენ. მაიტად ნახშირიო, მაიტად მეტალები, მოგვეცით დაზგები და ტელეგრაფის ხაზებიც კი და ტელეგრაფის ბოძები, კარგი ხარისხის ტელეგრაფის ბოძები გაქვთ და ეგეც მოგვეცითო. ლიანდაგებს ყრიან გერმანელები და იმას აძლევენ ნატურით ფრანგებს და ბრიტანელებსაც ნაწილობრივ. და როდესაც ეს მარაგიც იწურება, ფრანგები და ბელგიელები შედიან რურის ოლქში. რურის ოლქი გახლავთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ოლქი და აქ არის ისეთი დიდი ქალაქები და ისეთი წარმატებული ეკონომიკის მქონე ქალაქები დღესაც და მაშინაც ასე იყო, როგორიც არის დორტმუნდი, ბოხუმი, გიზელკირხენი. გერმანიას კი იმის თავიც არ აქვს, კი არა, იარაღიც არ აქვს, რომ დაიცვას საკუთარი მიწა-წყალი. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს სამომავლოდ და ამაზეც აქამდეც მივალთ. ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ინფლაციური კატასტროფა და ჰიპერინფლაცია. 1921 წლის ბოლოს ერთი პური ღირს 50 ფენინგი, 50 ცენტი, 50 თეთრი. 21 წლის მთლად ბოლოში, ანუ დეკემბრის მიწურულს იგი უკვე 4 მარკაა. 22 წლის დასაწყისში, სადღაც იანვრის ბოლოსკენ პურის ფასი იზრდება 40 ჯერ. მე მხოლოდ პურზე ვსაუბრობ. ანალოგიურად იზრდება სხვა საქონელზეც. 40 ჯერ იზრდება, ანუ 250 მარკა უკვე. ივნისში 1500 მარკა ღირს, სექტემბერში 1,5 მილიონი, ოქტომბერში 1,5 მილიარდი. ხოლო ნოემბერში 200 მილიარდი. ანუ 50 ფენინგიდან 200 მილიარდამდე გაიარა გზა გერმანიამ 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად. და ფასები 12 მილიარდჯერ გაიზარდა. უბრალოდ იმ თანხის გადასახდელი თანხა, რაც თორე ფულს, როგორც გითხარით, ძალა არ აქვს, ეს არის უბრალოდ ნახატებიანი ქაღალდი. ამ კრიზისით, რა თქმა უნდა, სარგებლობა გადაწყვიტა ვინ? რუსეთმა, როგორც ყოველთვის. თვითონ თავისი უზარმაზარი პრობლემები აქვს ის, რომ სამოქალაქო ომი მიმზინვარებს რუსეთში, იმპერია დაშლილია, აქეთ-იქეთ გარბის მისი ნაწილები, მათ შორის საქართველოც დროებით გაქცეულია, ძმა ძმას კლავს, მამა შვილს კლავს, მაგრამ მაინც იცლიან ისინი, როგორც ყოველთვის, იქ სადაც მღვრია, იქ აპირებენ წყლის თევზის დაჭერას იმ წყალში და გადაწყვეტენ, რომ სხვადასხვა ადგილებში გერმანიის ესეთ მთავარ ქალაქებში მოაწყონ აჯანყებები. და ამის ორგანიზება მიდის, ანუ ფულიც მიდის, ოქრო მიდის რუსეთიდან გერმანიის კომპარტიისკენ და ეს სქემა იშიფრება. საიდუმლო პოლიცია ამ სქემას გაშიფრავს და კომუნისტები გადაწყვეტენ, რომ კარგით, ხა ზედმეტი რო არ მოგვივიდეს, დავანებოთ ამას თავი, სამომავლოდ გადავდოთო და აგერ ჩემი ქალაქის კომუნისტები ამბავს ვერ გაიგებენ და მათი ლიდერი ერნსტ ტელმანი, რომელიც ჩვენ კიდევ შეხვდება მომავალში და მეცხოვრების მანძილზეც შემხვდა, ერნსტ ტელმანი იტყვის, რომ არაო, ჩვენო მაინცო ჩავატარებთ აქ აჯანყებასო და ხიდებს დავიკავებთ, ხიდების პარალიზებას მოვახდენთო. ახლა უნდა ვიცოდეთ, ჰამბურგი რა ქალაქია? ჰამბურგს ეძახიან 2000 ხიდის ქალაქს. ჰამბურგში არის ლონდონში, პარიზში და ვენეციაში ერთად აღებული ხიდებზე მეტი ხიდი. ანუ იმ ორმა კინკილა კომუნისტმა უნდა დაიკავოს 2000 ხიდი, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, მაინც გამოვლენ ეს რეგუნები და გამოვლენ და პოლიცია დაამხობს თავზე, დაამხობს ისე რომ მათი ბუმბული 1-3 დღის განმავლობაში ტრიალებს ელბეს თავზე.
ამ ოპერაციას ხელმძღვანელობს საბჭოეთიდან ტროცკი, ხოლო რადეკი არის მისი წარმომადგენელი, რადეკი გახსოვთ თქვენ უკვე ხშირად ფიგურირებს, ხო? რამდენი რამე დაიწყება გერმანიაში ვიღაცა გაფართხალდება, იმდენი რადეკი აქ არის ჩამოსული. მოკლედ რადექს სტალინი თავის დროზე მოუღებს, მერე ბოლოს სადღაც 27-28 წელს მას დახვრեց, ხოლო ტროცკის მოგეხსენებათ მექსიკაში მიაღწევს, მექსიკამდე მიაღწევს წერაყინი, რომელიც ტროცკის თავში მოხდება და მოკლავს. ეს ბოლშევიკების სათნო მეთოდები ასეთი იყო, ერთმანეთზე ნადირობის და მერე სხვებზე. რურის ამბებზე, ანუ გამოკუპირებული რურის ამბებზე, რა თქმა უნდა, ძალიან გაღიზიანებულები არიან განსაკუთრებით ბავარიელი პატრიოტები და ნაციონალისტები და ვინ არ გაბრაზდება ასეთ რამეზე და ისინი აცხადებენ სამხედრო მდგომარეობას. და გადაწყვეტენ, რომ მარშით წავიდნენ ბერლინისკენ. აი ზუსტად დაახლოებით ისე, როგორც ამ 2 წლის წინ პრიგოჟინი რო გაემართა მოსკოვისკენ პუტინის დასამხობად და მერე რა ჩიტიც დაიჭირა ვნახეთ. დაახლოებით ასეთ რამეს აპირებენ და ამ ყველაფერს სათავეში უდგას მიუნხენის მერი ფონ კარი. მაგრამ ფონ კარს ყავს თავისი კონკურენტი, რომელსაც ასევე უნდა ბერლინზე წასვლა, რომელიც ასევე ცდილობს რომ გამოიჩინოს თავი და ეს კონკურენტი გახლავთ ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერს ყავს 15,000 ძალიან კარგად გამოწვრთნილი SA-ს, ანუ შტურმაბთაილუნგის, ანუ ეს სადამჯელო რაზმი რო ყავს მისი წევრი, ეს მოიერიშეები და იგი ეუბნება კარს, რომ ერთად გავაკეთოთ ეს ამბავი. კარი წინააღმდეგია. ფონ კარი მართავს დიდ შეკრებას ძალიან ცნობილ ლუდის დარბაზში, ბურგერ ბროიქელერში და ამ ბურგერ ბროიქელერს ნაცისტები დაარტყამენ ალყას, ხოლო ჰიტლერი შედის დარბაზში, გაისვრის აერში და მოითხოვს სიტყვას. სიტყვას მოითხოვს 1 საათი ილაპარაკებს, მოგეხსენებათ მას ლაპარაკი უყვარდა და საკმაოდ ენა ჭევრი იყო და წყალვით მოძდიოდა საუბარი. შემდეგ გაიყვანს კარს გვერდით კარებში და 1 საათი იმასაც ტვინს უნაყავს, რომ თუ რამეს გავაკეთებთ, ერთად უნდა გავაკეთოთ და კარი შემოbrunდება და იტყვის, რომ თავის ხალხს ეტყვის, რომ მოკლედო ჩვენო წავალთო ერთად. ადოლფის ხალხი და ჩვენო ერთად წავალთო და გავათო არა დარბაზიდან, ეგრევე თავის მერია ბოლოს და ბოლოს პოლიციას დაუძახებს, არმიას დაუძახებს, დაარბევენ დედას უტირებენ ამ შტურმაბთაილუნგს, ამ SA-ს და მერე დაუწყებენ ჰიტლერს ზებნას, იგი დამალული არის საიდუმლო ბინაზე, მაგრამ მიაგნებენ 2 დღის შემდეგ და დაიჭერენ. დაიჭერენ და სასამართლოა. სასამართლოზე ჰიტლერი მოაწყობს ნამდვილ ბენეფისს. ჩამოსული არიან ბერლინიდან ჟურნალისტები, არიან საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დანაც კი. და ტრიბუნა მიეცა ადოლფი 3 საათიან სიტყვას ამბობს, ხალხი დაშოკილია, ძალიან დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ხვდება, რომ ეს არის დემაგოგია და აბსოლუტური ბოდვა, რასაც ის საუბრობს, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი აღფრთოვანებულია ჰიტლერის სიტყვით და მოკლედ მისი სიტყვა მოედება ეს გავა პრესაში და უკვე მის შესახებ საფრანგეთში, ბრიტანეთში და ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებში. ფაქტიურად ამ სასამართლოთი ჰიტლერმა გაიკეთა ძალიან დიდი პიარი. მას მიცემენ 5 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბავარიელი მოსამართლეები ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტები არიან, ისინი პრინციპში სიმპათიით არიან ჰიტლერისადმი განწყობილები, მაგრამ მაინც 5 წელს მიცემენ, მაგრამ იმასაც დაუშვებენ, რომ მასთან შესვლა იყოს თავისუფალი, ამიტომ ანაპარტიელები მუდმივად მიდიან მასთან, იქ იწყებს იგი თავისი მთავარი ნაშრომის Mein Kampf-ის, ანუ ჩემი ბრძოლის დაწერას და სხვა შორის შემდეგ საკმაოდ სარფიადად გაყიდის მას, როდესაც იგი სათავეში მოვა უკვე იქნებ კარგებლობად მილიონებად გაყიდის, დიდ ტირაჟებს გამოუშვებს და ყველა გერმანელის ოჯახში აუცილებელი არის, რომ ეს წიგნი იდოს, ისევე როგორც ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს ლენინის ტომი უნდა ქონოდა სახში ან მარქსის ან ენგელსის.
საპატიმროში იგი სხვათა შორის იწყებს მუშაობას NSDAP-ს, ანუ ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის სიმბოლოებზე. და საბოლოოდ იგი შეარჩევს ძალიან საინტერესო სიმბოლოს, ეს გახლავთ სვასტიკა. სვასტიკა ზოგადად უნივერსალური ნიშანია, იგი უძველესი დროიდან არის ცნობილი როგორც დასავლეთის კულტურებში, ასევე აღმოსავლეთში და მისი ასაკი მინიმუმ 6000 წელია. სვასტიკის ერთ-ერთი სახეობა ჩვენს გვაქვს, ეს გახლავთ ბორჯღალი და ეს სიმბოლო მუდმივ მოძრაობას, მუდმივ ტრიალს, ანუ მოძრაობას და მზესაც განასახიერებს. სანსკრიტზე სვასტიკა ნიშნავს სიკეთის მომტანს, სიკეთის სიმბოლოს ნიშნავს, რა სიკეთეც მოიტანა ამას ცოტა ხანში მსოფლიო იგემებს და სხვა შორის სვასტიკა კომუნისტების ნამგალ და უროსთან ერთად ალბათ ყველაზე ცნობადი სიმბოლო არის დედამიწაზე. ჰიტლერმა რაკნა ჩვეულებრივი კლასიკური სვასტიკა 45 გრადუსით დახარა და ამით სხვათა შორის ამ სიმბოლომ საკმაოდ ესეთი დამძიმებული გახდა. აი მხატვარი იყო მაინც ეს კაცი და ესმოდა საქმე. შავი ფერის იყო სვასტიკა, იგი ჩასვა თეთრ წრეში, რომელიც განასახიერებდა არიული რასის სიწმინდეს და ზოგადად გერმანული რასის სიწმინდეს და ეს თეთრი წრე ჩასვა წითელ ფონზე დასვა და ეს წითელი ფონი იყო უკვე სოციალიზმის დაღვრილი სისხლის, გმირების დაღვრილი სისხლის, უკვე დაღვრილის და მომავალში დასაღვრილის სიმბოლო. ამ სიმბოლოს გამოყენება დღეს მოგეხსენებათ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია. გერმანიაში მისი გამოყენება საერთოდ პატიმრობით ისჯება, ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ 1933 წლიდან 45 წლამდე იყო ეს სიმბოლო გერმანიის ნიშანი. ჰიტლერს 5 წლის მაგივრად მოუწია 10 თვე მხოლოდ ჯდომა, მოსამართლეები მათ განიხილეს და კარგად იქცეოდა ეს კაცი არ შეევდა წიგნს წერდა და რაღაცებს ხატავდა, მოკლედო არ არის საშიში გაუშვათო და 10 თვის თავზე ადოლფი გამოდის ციხიდან, გამოდის 1924 წლის დასაწყისში. ახლა ბერლინში გადავინაცვლოთ და აქ რა ხდება რაიხსტაგში. რაიხსტაგში ჩატარდა 21 წელს რიგარეში არჩევნები, მასში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, SPD-მ, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი პარტია დღემდე გერმანიაში, მას აქვს 22% ამ არჩევნების შედეგად. შემდეგი არის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები, რომლებიც გამოიყვნენ ძირითად სოციალ-დემოკრატებს და ისინი არიან რადიკალურად მემარცხენე ფრთა, რომლებსაც უფრო კომუნისტებისკენ აქვთ მიდრეკილება, ვიდრე თქვა სოციალ-დემოკრატებისკენ. შემდეგ მოდის გერმანიის ეროვნული ნაციონალური პარტია, ეს არის კონსერვატული და ნაციონალისტური პარტია გახლავთ, მას აქვს 15%, საკმაოდ ბევრი. შემდეგ არის ცენტრალური პარტია, ცენტრის პარტია, უფრო სწორად ცენტრუმი და ცენტრუმის წევრები უფრო რელიგიური მიმართულებით არიან, კათოლიკური და არა პროტესტანტული და მათ მხარს უჭერს გერმანიის სამხრეთი, სადაც უფრო მეტი კათოლიკია, მოგეხსენება ჩრდილოეთი პროტესტანტულია. შემდეგ მოდის 8%-ით გერმანიის დემოკრატიული პარტია, ესენი გახლავან ლიბერალები, შემდეგ მოდის კომუნისტური პარტია და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, ეს არის გერმანიის ეროვნული პარტია. მათ აქვთ მხოლოდ 8%, 8 და 7.7%. მაგრამ სამაგიეროდ მათ ყავთ გენიალური ადამიანი გუსტავ შტრეზემანი. სხვა შორის ეს არჩევნები ჩატარდა ყველაზე ლიბერალური არჩევნები იყო, ყველაზე დემოკრატიული წესით. პირველად ევროპაში და მსოფლიოში ქალებმა მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და კიდევ ერთი ქვეყანა არსებობს ასეთი. ალბათ იცით რომელი? საქართველო. დედამიწაზე არის ორი ქვეყანა, მხოლოდ სადაც ქალებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. გერმანია მართლაც დემოკრატიული რესპუბლიკაა უკვე
და რეფერენდუმებსაც ატარებს ნებისმიერ საკითხზე, მოკლედ ყველაფერს აკეთებენ ისინი, რომ რაღაცნაირად დაუახლოვდნენ ცივილიზებულ სამყაროს და აი ცუდი ბიჭის სახელი მოიხსნან. და ამ დროს სცენაზე გამოდის სწორედ გუსტავ შტრეზემანი, ეროვნული პარტიის, სახალხო პარტიის ლიდერი, იგი არის გენიალური ეკონომისტი და აკეთებს შემდეგ რამეს. კაიზერმა ომის დაწყების წინ, ანუ 1914 წელს, მარკას მოუხსნა ოქროს ზურგი. ანუ მარკა არ არის გამაგრებული, უზრუნველყოფილი ოქროთი, ისე როგორც თქვათ ნებისმიერი დღევანდელი ვალუტა. რატომ გააკეთა ეს კაცმა არ იცის? ალბათ ამას თავის მიზეზები ჰქონდა და როდესაც მე პირველი მსოფლიო ომის, ანუ ეგრეთ წოდებული პირველი და სინამდვილეში მას ეძახდნენ დიდ ომს, მასზე გავაკეთებ ფილმს, მე იქ უფრო ღრმად ჩავალ ამ საკითხში და ვნახავ თუ რატომ ქნა ეს ყველაფერი კაიზერმა. მოკლედ მარკა არის ჩვეულებრივი ქაღალდი, ისე ვიმეორებ, რომელსაც ზურგი არ აქვს. და ფაქტიურად სახლიდან ყველაფერი ატანილია გერმანიაზე ვამბობ. დარჩენილი არის მხოლოდ იატაკი. ანუ მიწა. და შტრეზემანი მარკის გამაგრებას იწყებს მიწით, ანუ მიწა არის მთავარი სიმდიდრე ჩვენი ამბობს იგი და ჩვენ დაუყენოთ მარკას უკან სწორედ ჩვენი მიწა და ის სიმდიდრეები, რაც მასში არის და რაც მასზე მოდის. და ამას ქვია რენტეს ვალუტას ეძახდნენ. ამ ვალუტის ირწმუნა ხალხმა თვითონ ჩვეულებრივ მარკებს ჩამოაკლეს 12 ნული და დენომინაცია გააკეთეს, ანუ თქვათ 1000 მარკა ფენინგად იქცა და ასე შემდეგ. და ამან ყველაფერმა გამოიწვია ეკონომიკის აღმავლობა. ხო, პლუს კიდევ რა, იმან რომ შტრეზემანი აღმოჩნდა ძალიან კარგი მომლაპარაკებელი. იგი დადის საფრანგეთში, დადის ბელგიაში, დადის ბრიტანეთში, მიაღწევს იმას, რომ რურის ოლქი გათავისუფლდება ფრანგული და ბელგიური ოკუპაციისგან, რომ რეპარაციების ეს თოკი, რომელიც კისერში აქვს წაჭერილი გერმანიას მოეშვება, იმიტომ რომ გადაიდება დროში გაიწელება მისი გადახდა და 1988-მდე გადაუდებენ მას, ანუ ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა უნდა იხადოს გერმანიამ, ანუ იგი ფეხზე უნდა დადგეს და ამის გამო სხვა შორის იგი ნობელის პრემიასაც კი იღებს, მშვიდობის ნობელის პრემიას. ეს წარმოუდგენელი რამ არის და წარმოუდგენელი რამ არის კიდევ ერთი რამ, რომ გერმანიას ერთა ლიგაში იღებენ. ერთა ლიგა ეს დაახლოებით კი არა და პრინციპში ისეთივე უმაქნისი ორგანიზაციის წინამორბედია, როგორც დღევანდელი გაეროა. ორგანიზაციის, რომელსაც ღრმა შეშფოთებების და დეკლარაციების და განცხადებების წერის მეტი არაფერი არ შეეძლო. მაშინაც არ შეუძლია ახლაც, მაგრამ ერთა ლიგაში მიღება გერმანიის ეს სიმბოლური აქტია, სხვადასხვა საქართველოს იყო ერთა ლიგაში მოგეხსენებათ და როდესაც რუსეთი შემოვიდა, რა ქნა ერთა ლიგამ? არც არაფერი. რაღაცა განცხადებით შემოიფარგლა, ხო? მაგრამ ეს სიმბოლური ფაქტია, იმიტომ რომ მაგალითად იგივე GDR, ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ფედერაციული რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიიღეს გაეროში. ანუ გერმანიის უკვე ჯერა ხალხს, ჯერათ პოლიტიკოსებს, რომ ეს ცუდი ბიჭი, ეს ძველი ბიჭი, რომელიც ქუჩაში იდგა და ყველას ატერორებდა, უცებ გადაიქცა ძალიან წესიერ სტუდენტად, გაიკეთა სათვალეები და დაჯდა წინა მერხზე და სწავლობს ხუთებზე. პარალელურად, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ეკონომიკური ბუმია, საწარმოები იწყებენ მუშაობას, გლეხები აწარმოებენ დიდი რაოდენობით პროდუქციას, ქალაქები და განსაკუთრებით ბერლინი იწყებს ჩქეფარე ცხოვრებას. აქ კულტურული ცხოვრება მართლაც რო ჩქეფებს, რასაც ქვია, აღორძინდება ხელოვნება, როგორც ყოველთვის აი ესეთ დროს, როდესაც მშვიდობა მყარდება და ეკონომიკური სიძლიერეა, გერმანული კინემატოგრაფი და თეატრი მწვერვალებს აღწევს, აგერ ბერტოლდ ბრეხტი დგამს სპექტაკლებს თავისი პიესების მიხედვით, აგერ ფრიც ლანგია, რომელიც იღებს ფანტასტიკურ ფილმებს და მათ შორის მეტროპოლის, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ მეტროპოლისი, თქვენ გაგიკვირდებათ, გაოცდებით, იმდენად თანამედროვე ჟღერს ეს ანტიუტოპია და იმდენად
მაღალი ხარისხით და ეფექტებით არის გადაღებულიო, თქვენ გეგონებათ გუშინ არის გადაღებულიო ჰოლივუდის რომელიღაცა პავილიონშიო. ასევე ჩემი საყვარელი ფილმი ნოსფერატუ, რომელიც ალბათ 1-5-ჯერ მაქვს ნანახი და თუ არ აქვს ნანახი, ერთჯერ მაინც ნახეთ, არის სხვადასხვა მე მგონი YouTube-ზეც კიდევს. სხვადასხვა ნახევარი მსოფლიო და ნახევარი ევროპა იმ დროს ავტორიტარულია. მაგალითად იგივე საბერძნეთი რო ავიღოთ, პორტუგალია, იტალიაში საერთოდ ფაშიზმი ყალიბდება, ფაშიზმი რასაც ქვია და არა ნაციზმი, რომელიც შემდეგ გადმოინაცვლებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის გერმანიაში მისი ნაგლეჯები, ესპანეთი ავტორიტარულია, ბულგარეთი, რუმინეთი და ამათ ფონზე, როგორც ვამბობ, გერმანია ძალიან დემოკრატიულად მოჩანს. 1925 წელს რაიხს პრეზიდენტად ებერტის ნაცვლად გახსოვთ ხო ეს სოციალ-დემოკრატი ებერტი ირჩევენ მემარჯვენეთა ბანაკიდან რაიხს მარშალს და ფელდმარშალს პაულ ფონ ჰინდენბურგს. ჰინდენბურგი მართალია ჯარისკაცია, სალდაფონია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ამბობს, რომ რადგან დემოკრატიული წყობილება ჩვენს რესპუბლიკას წაადგა და მშვენივრად ვითარდებით, ამიტომ იყოს, მიუხედავად ეშინოდათ მაინც ევროპელებს, რომ ეხლა ჯარისკაცი მოდის, რომელმაც გენერალი უპროფესორად, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში იბრძოლა და საკმაოდ ბევრ წარმატებასაც მიაღწია. თითქოს ყველა კმაყოფილია, ევროპა კმაყოფილია, ლიბერალები კმაყოფილები არიან და ყველაზე უკმაყოფილოები, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის არიან ულტრანაციონალისტები და ის ხალხი, რომლებსაც უნდა რომ რაღაცნაირად თავი გამოიჩინოს ამ ფონზე და მოვიდეს სათავეში თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა რაოდენობით მაინც რაიხსტაგში. და ისინი ათამაშებენ ყველაზე ესეთ პრიმიტიულ ბანკოს ქაღალდს და ეს კარტი და ეს კოზირი როგორც წესი მუშაობს პრიმიტიულ ადამიანებზე და ასეთები საკმაოდ ბევრნი არიან ყველა საზოგადოებაში. მაგალითად ისინი იძახიან, რომ აი ჩვენი ქალები რას დაემსგავსნენ, ისინი ბარებში დადიან, პაპიროსს ეწევიან, იმის მაგივრად რომ ბავშვები გააჩინონ და საქმეც მიხედონ და სუფთა სიცხლის გერმანელები აჩუქონ ჩვენს მიწაწყალს, ან რას გავს ეს მხატვრობა, ან ეს კინოები რა უბედურება, აქ ლიბერალური იდეებს ავრცელებენ და რაც თავარია პაციფიზმს გადაგებენ, ანუ მშვიდობას. რა დროს მშვიდობა, როდესაც თავზე გვაქვს დამხობილი ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიომოთ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ეზა, მოკლედ, როგორც არის, როგორც ყოველთვის, ასეთები დღესაც ძალიან ბევრნი არიან და ძალიან პოპულარულია სამწუხაროდ და მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს და მის პარტიას აი ძალიან ღრმად კიდია რელიგია, მიუხედავად ამისა, ისინი როგორც ყველა ნაძირალა პოლიტიკოსი იწყებს რელიგიის ბანკოს გათამაშებას, კოზირის, ჯოკერის გათამაშებას. მოგეხსენებათ, მათი, ანუ ნაცისტების დიდი ნაწილი ეზოთერიკოსია, ზოგიერთი რაღაც ჩხიბაობს, ვიღაცები მზეს დასდევენ და ამაზე მე ანენერბეზე, როდესაც გავაკეთე ფილმი, ძალიან საინტერესო, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, აუცილებლად, ძალიან საინტერესო ფილმია. ძირითადად ათეისტია ყველა, ანუ ისე ვიმეორებ, რელიგია საერთოდ არ აინტერესებს, პირიქით ვერ იტანს მღვდლებს და სასულიერო პირებს ჰიტლერი. მაგრამ ახლა საჭიროა მასები მორწმუნეები არიან და რა თქმა უნდა რელიგიას იმას გვიშვებიან, სალოცავებს გვართმევენ, გარეჯი საქართველოა და ასე შემდეგ. მოკლედ ჰიტლერი ვერ აღწევს მაინც და მაინც ეს საწყისი ნაბიჯებია მისი თავიდან დიდ წარმატებას და ამიტომ იგი იწყებს საყრდენს ფულის სახით. მას სჭირდება დონორები, პარტიას სჭირდება დაფინანსება, იგი პოულობს ასეთებს სხვადასხვა მაგნატების, ულტრამემარჯვენე განწყობილი კაპიტალისტების და სხვათა სახით, მათ აბოლებს, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტი ფული გააკეთონ, ვიდრე ახლა აქვთ, მაგრამ მათ ხელს უშლიან, რა თქმა უნდა, კომუნისტები და ებრაელები და ფაქტიურად კომუნისტები იგივე ებრაელები არიან, ებრაელები იგივე კომუნისტები არიან, ამიტომ ესენი თუ არ მოვსწრეთ ჩვენ არაფერი წინსვლა არასდროს არ გვექნება და ეს ხალხი, ეს განათლებული ხალხი ერთი შეხედვით პირდაღებული უსმენს ამ გაუნათლებელ ავსტრიელ ეფრეიტორს. და ამ
კარგად დიდი ფულებით ამარაგებენ მას. ბერლინში ყოფნისას იგი გაიცნობს ეს შეუხედავი გარეგნობის ჩია კაცს, რომელსაც იოზეფი ქვია, იოზეფს მოусმენს პირდაღებული უყურებს, იმიტომ რომ თუ მასზე უკეთსად და მასზე მეტს ვინმე ლაპარაკობდა ადოლფს არ წარმოედგინა და აღმოჩნდა რომ არის ასეთი ადამიანი და ეს არის ეს იოზეფი, სწორედ და იოზეფი გვარად არის გებელსი. გებელსი ნაცისტური პარტიის ბერლინის განყოფილებას იბარებს, არჩევნები კიდევ ერთი რიგარეში არჩევნები მოდის, გებელსი კარგად მუშაობს, იგი ქმნის ძალიან კარგ სლოგანებს, ძალიან კარგ სარეკლამო ბანერებს, არჩევნებში ნაცისტური პარტია იღებს 3%-ს. ბოლოდან მეორეზეა იგი. ბერლინში კი საერთოდ ერთნახევარს, ანუ ფაქტიურად გებელსმა ჩააფლავა ბერლინში მუშაობა და ჰიტლერი მიხვდა რომ უნდა გააძლიეროს პროპაგანდა. ჰიტლერი გრძნობს რომ გებელსი მაინც ძალიან საჭირო კადრია და ეუბნება რომ აი ხო ერთ სხდომას ატარებდი, ეხლა ჩაატარე 10. შემდეგი არჩევნები ჩვენ უნდა რაღაცნაირად გავკაჩოთ. და ისევ ჯოკერი მოძრება საიდანღაც ნაცისტების ხელში და ეს გახლავთ გერმანიის მთავრობის სულელური პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი, ისინი გზას უხსნიან იაპ იმპორტს. ანუ გარედან შემოდის მაგალითად იგივე მარცვლეული. გაცილებით იაფად, ორჯერ სამჯერ იაფად ვიდრე გერმანელი გლეხი აწარმოებს, იმიტომ რომ გერმანიაში ძვირია საწვავი, ძვირია ტექნიკური მომსახურება, ეს დანადგარები, კომბაინები და ასე შემდეგ და გერმანელი გლეხი ყოტრდება. ამ დროს ისინი ხდებიან გემრიელი ლუკმა ნაცისტებისთვის. ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა კომუნისტები, პლუს ებრაელები. ვინ გადაგვარჩენს? რა თქმა უნდა ნაცისტები. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა მომავალი არჩევნებისთვის და უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, შევზღუდოთ რამენაერად ის შემოსული იმპორტი და მაქსიმალურად ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს. მიუხედავად აი ესეთი თითქოს დასახული თუ ჩასახული უკვე მოძლიერებისა, ამ ულტრამემარჯვენეებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას მთავრობა არ აქცევს. ნუ იყო თავისი რაღაცა ილაყმონ, არ არის პრობლემა, ჩვენი მთავარი პრობლემა არიან კომუნისტები, რომლებიც საკმაოდ მოძლიერებულები არიან და მესამე ადგილზე არიან გასულები არჩევნებში. ანუ ანგარიში გასაწევი ძალა. კომუნისტების მეთაური გერმანიაში ხდება ერნსტ ტელმანი, გახსოვთ ხო ეს ჰამბურგის სულელური ხიდების დაპყრობა რო გადაწყვიტა 2000 ხიდის 100 კაცით. ბედის ირონიით მე რო გითხარით რომ მეც გადავიყარე ერნსტ ტელმანს, კერძოდ იმით რომ 12 წელი ცხოვრობდი მისი სახელობის ქუჩაზე ბათუმში, ძალიან ლამაზი ქუჩა იყო, ახლა მე მგონი ფარნაუზ მეფის ქუჩა ქვია, აღარ მახსოვს, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ტელმანის და შაუმიანის კუთხეში იყო სომეხი ბოლშევიკი, ეს ხო გერმანელი კომუნისტი, მოკლედ ძიმე ბავშვობა გატარებული. და 1929 წელს 1 მაისს მოგეხსენებათ ეს ჩიკაგოში ჩატარდა პირველად ესეთი მშრომელთა სოლიდარობის დღეს, ტელმანი გადაწყვეტს რომ ბერლინში უნდა მოაწყოს დიდი მიტინგი. მთავრობა ეუბნება არ მოაწყო, დაგარბევთ. არა მაინც მოაწყოთ. აი მოაწყო და ნახოთ ვის იაჯობებსო და გამოიყვანს ტელმანი 8000 კაცს. 8000 კაცი ბერლინისთვის არაფერი არ არის. აი 8000 კაცი აქ გამოდის ხოლმე მარტო ჩემს უბანში, ჰამბურგში რაღაცა ტბებია და იქ ბაღები ცხოვრობენ და იმად დასაცავად. ბერლინისთვის მით უმეტეს. გიგანტური მეგაპოლისია და 8000 კაცი გამოიყვანა და მთავრობა კიდევ უარესი კრეტინი 20000 შეიარაღებული პოლიციელი დაახვედრა და პლუს კიდე ჯარი შემოიყვანა 5000 კაცი. თავისი ჯავშან მანქანებით. მოკლედ მოუწყვეს, მაგრამ რა მოუწყვეს კომუნისტებს, დაიღუპა 32 ადამიანი სხვათა შორის, დასახიჭრდა 200-მდე, 1500 კომუნისტი დაიჭირეს, მაგრამ რაც საინტერესოა, მათ მეთაურებს ხელი არ ახლეს. აკრძალეს მხოლოდ კომუნისტების დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული რაზმები, ეგრეთ წოდებული წითელი ფრონტი, ანუ იგივე როტ ფრონტი და ჩემი თაობის ხალხს გემახსოვრებათ, რომ მოსკოვში იყო ასეთი
საკონდიტრო ფაბრიკა როტფრონტი, მე მგონი ახლაც დაუბრუნეს ის სახელი და ეხლა შვეიცარიული და ბელგიური შოკოლადი მაშინ არ შემოდიოდა საბჭოთა კავშირში და ერთ-ერთ ყველაზე კარგ შოკოლადს და ბატონები იყო, განსაკუთრებით ბატონები მიყვარდა, უშვებდა სწორედ ეს როტფრონტი. მისი ამ ორგანიზაციის საპატივცემულო დაერქვა, აბარაც დაარქმევდნენ. ხა ტერორისტული ორგანიზაციის საპატივცემულოდ უნდა დაერქმიათ, ხო სახელი აბარაც ისამდე სხვა. სამაგიეროდ არ მოხდა ჰიტლერის მოიერიშეების, აი ამ შტურმ აბტაილუნგის, ანუ SA-ს აკრძალვა და როგორც გითხარით, ისინი მართლაც არც არიან თითქოს საინტერესო მთავრობისთვის. 1929 წელს კიდევ ერთი ჯოკერი მოძრება. ჯოკერი, რომელიც უკვე საბოლოო წერტილს უსვამს გერმანიის ნორმალურ, ესეთ ლიბერალურ და დემოკრატიულ განვითარებას. 29 წლის ოქტომბერში ამერიკის საფონდო ბირჟა სკდება. შტატებიდან, რა თქმა უნდა, გერმანიაში ფულის ნაკადი წყდება, შტატებს თავისი პრობლემა აქვს, იწყება უმუშევრობა, აღარ არის ფულის მასა საერთოდ აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ჩერდება ინვესტიციები, ჩერდება შემოდინება და ამერიკელებს არათუ შემოაქვთ ფული, არამედ გააქვთ. ყავს რა ქონდა, ბუზგა ქონდა, დაახლოებით ესეთი ვარიანტია და აღმოჩნდა, რომ გერმანელებს მიუხედავად იმისა, რომ შტრეზემანი ძალიან ესეთი ვიზიონერი ადამიანი იყო, იგი მომავალს კარგად ჭრედა, მაინც ერთი მიქარვა მაინც გააკეთა იმაში, რომ ყველა კვერცხი ჩადო ერთ ჩანთაში. მოგეხსენებათ, ასე არავინ იქცევა. ანუ დივერსიფიკაცია, ანუ განშტოება არ მოახდინა ამ ფულის და როდესაც ამ ჩანთას ხელი მოწყდა, ყველა კვერცხი დაიმტვრა და სარეზერვო არც ერთი კვერცხი არსად არ იყო შენახული. შტრეზემანი მოძებნეს სასწრაფოდ, იგი უკვე 2 თუ 3 წელი აღარ არის მთავრობაში, საერთოდ აღარ ჩანს პოლიტიკაში და დაუწყეს მას ძებნა, იქნებ მან გვიშველოსო და აღმოჩნდა, რომ იგი სწორედ ამ კრიზისამდე და საფონდო ბირჟის გახეთქვამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა ინსულტით. ანუ მან გაასწრო ფაქტიურად თავისი ქვეყნის დაღუპვის ნახვას. ამით ალბათ ის ბედნიერი ადამიანია. რაკნა ვეიმარის რესპუბლიკის მთავრობამ. გააკეთა ისეთი რამ, რომ მათ ძალიან მწარე გამოცდილება ჰქონდათ ინფლაციის, ანუ ფულის უაზრო ბეჭდვის და დაიწყეს სხვა რამ. გაზარდეს გადასახადები, ისედაც დაქცეულ ქვეყანაში და გააუქმეს სოციალური პროგრამები. სოციალური პროგრამები იყო ყოველთვის გერმანიის პლუსი. დღესაც ასეა. გერმანია არასდროს არ ტოვებს თავის მოქალაქეს ბედის ანაბარა და კრიზისების წინაშე ხელცარიელად. იგი ყოველთვის მინიმუმს მაინც აძლევს მის მოქალაქეს, რომ მან არის შიმშილოს, შიმშილით არ მოკდეს, ქუჩაში არ დარჩეს, მაგრამ ამ პროგრამების გაუქმებამ განაპირობა ის, რომ ადამიანებმა დაიწყეს სარჩო საბადებლის გაყიდვა, რაც აქამდე არასდროს არ მოხდარა, არც აქამდე და არც მას მერე სხვათა შორის. ხალხი და ქალაქები და სოფლები გაივსო, ქალაქები უფრო უსახლკაროებით, გაივსო უმუშევრობით, უმუშევრობა აღწევს კატასტროფულ დონეს, ყოველი მეოთხე შრომის უნარიანი გერმანელი უმუშევარია, ხოლო ყოველი მესამე მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობს, რომელიც მას საშუალებას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ გამოიკვებოს და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, იკეტება ყველანაირი გასართობი ადგილები, რესტორნების და ბარების ერთადერთი მესაკუთრეები ვირთაგვები ხდებიან, არანაირი კინო, არანაირი სპექტაკლები და არსაიდან ხმა, არსაიდან პერსპექტივა და ჩნდება ასეთი იდეა, რომ ავსტრიასთან გაერთიანდეს გერმანია, ანუ პანგერმანიზმის იდეა კვლავ წამოყოფს თავს. ავსტრიელები თანახმა არიან, ავსტრია კარგად არის, იგი არც რეპარაციებს იხდის და იქაც გერმანელები ცხოვრობენ და ცხოვრების უმაღლესი დონეა და იქნებ რომ გავაერთიანოთ ძალები და ერთად შევებრძოლოთ აი ამ უბედურებასო და ამ დროს საფრანგეთი და ინგლისი თქვიან, ძმებო, ცოტა ხო არა ხართ. ეხლა თქვენი გაერთიანება გვაკლია კიდე გერმანელები კიდე უფრო გაძლიერდეთ, მე რა დაგისვენთ თავში და რას გააკეთებთ და ვიზა წახვალთ ომით კაცმა არ იცის, არავითარი გაერთიანებაო და ჩავარდა ეს მომენტი. ჩავარდა ეს იდეა და ინიშნება რიგგარეში არჩევნები. რიგგარეში არჩევნები
რომელშიც სრულიად მოულოდნელად მეორე ადგილზე გადის წინა არჩევნებში ბოლოდან მეორე ადგილზე გასული ნაცისტური პარტია. მეორდება ფაქტიურად წლევანდელი გერმანული სცენარი, რაც აქ განვითარდა წლევანდელ არჩევნებზე, ანუ პარტია, რომელიც 4 წლის წინ არაფერს წარმოადგენდა, წელს ნომერ მეორე პარტიად გავიდა. ეს გახლავთ AfD, ეს გახლავთ ესეთი ულტრანაციონალისტური, ულტრამემარჯვენე და რაც თავარია და რაც ყველაზე ცუდია, პროპუტინისტური და მათგან დაფინანსებული პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. ანუ ისტორია მეორდება. ეს არჩევნები და ამ არჩევნებში გამარჯვება თავიდან ბოლომდე გებელსის, იოზეფის დამსახურება იყო. იოზეფმა პარტიული პროპაგანდა აიყვანა წარმოუდგენელ მწვერვალებამდე, ჩაატარა საოცარი სამუშაო, ძალიან დიდი რაოდენობით ამორჩეველი მოიზიდა პარტიაში და მისივე და ზოგადად პარტიის აზრით, რა თქმა უნდა, ყველა უბედურება მოდის გერმანიის მტრებისგან. გერმანიის მტრები კი არიან კომუნისტები და არიან ებრაელები. მანიპულაციები, რომ ზოგადად უსინდისო პოლიტიკოსების ესეთი კარგი იარაღი გახლავთ, ბინძური იარაღი, მაგრამ მათთვის კარგი იარაღი, ეს ახლა ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიიდანაც კარგად ჩანს და აი დაახლოებით იგივე სიტუაცია ბერლინში, რაც თბილისში იყო მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისში. ქუჩაში გამოსulis ხალხს ეშინია, ვის მოიტაცებენ, ვის გაიტაცებენ, სად აიყვანენ, სად მოკლავენ, სად გაუპატიურებენ, კაც მარიცის, ვის დაარეკეტებენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჰიტლერი გადაწყვეტს, რომ არა მართლაც ამ ხალხის დაკარგვა არ შეიძლება, ამ ფულიანი ხალხის და დაიწყებს ალაგობას ამ თავისი ჯგუფის და რა თქმა უნდა ჯგუფის წევრები გაბრაზდებიან ამაზე და პატარა ბუნტს მოაწყობენ, მაგრამ ამ ჯგუფში ჩანერგილი არის კიდევ ერთი ჯგუფი. ძალიან საინტერესო, ეს გახლავთ შუცშტაფელი. ანუ სპეციალურად გაწვრთნილი ელიტარული ჯგუფი S100, რომელსაც შემოკლებით ქვია SS. და SS ჩაახშობს ჩანასახშივე ამ პატარა აჯანყებას, ამბოხს, რომელიც S100-ში ხდება. მოკლედ 1932 წელს ტარდება არჩევნები და ნაცისტები პირველ ადგილზე გადიან. ეს 32 წლის არჩევნები არის გამოწვეული კიდევ ერთი კრიზისით, რომელიც გერმანიაში ხდება და კიდევ ერთი რიგარეში არჩევნებია. ისინი იღებენ 37%, მაგრამ ეს 37% მათ არ ყოფნით, რომ მთავრობა დააკომპლექტონ. მათ სჭირდებათ ერთპიროვნული მმართველობა. მართალია მათი გაზეთების ტირაჟი ძალიან გაიზარდა, პარტიის წევრთა რაოდენობა გახსოვთ 7 იყო, თავიდან რომ ჩამოყალიბდა პარტია, ახლა უკვე თითქმის 12 მილიონია და იქნება პერიოდი, როცა ნახევარი გერმანია იქნება მათ პარტიაში. ჰიტლერი გძნობს თავის ძალას, რა თქმა უნდა, და პირობების დაყენებას იწყებს. მთავრობის წევრები ჰინდენბურგს, რომელიც მთავრობის მეთაურია, რაიხსკანცლერია, ურჩევენ, რომ გადადგეს. იმიტომ რომ ძალიან მიმწოლია ეს ოხერი თავისი ჯგუფებით და პირდება გერმანიას, რომ ისე დაარეულობას მოაწყობს და არის მომწყობი, რომ არც კი დასიზმრები არასდროს ასეთი მსგავსი რამ გერმანიას და ამიტომ სთხოვენ ჰინდენბურგს, რომ მოდი რა მიუშვათ ცოტა ხანი თუ წყაროსთან და 64 თვეში როგორც მოიყვანეთ, ისე მოვაცილებთ აქაურობას. აქაც ისტორია მეორდება. გახსოვთ თქვენ პუტინი როგორ მოიყვანეს რუსმა მილიარდერებმა. მოიყვანეს, უბრალოდ შეცვალეს ის ლოთი რო ყავდათ ელცინი ამ საოცარი რაღაც გაურკვეველი, რომელსაც ჩილს ეძახდნენ, პეპელარუარი ჩალს როჯამს. აი ის სახელი ერქვა მას თავის წრეში და ეს მოიყვანეს, რომ ყველაზე უწყინარი ტიპიაო და ამას როგორც გვიდა ისე მართავთო. ნუ რაც უკაცრავად ახლა რაც გაუკეთა იმ მილიარდერებს ყველამ კარგად იცით. ასე იყო თუ ისე ჰინდენბურგმა ჰიტლერს გადაულოცა რაიხსკანცლერობა და 30 იანვარს ხდება ეს 33 წლის და ჰიტლერმა რაც პირველი გააკეთა ეს იყო რომ ახალი არჩევნები დანიშნა რიგარეშე, რომელშიც ნაცისტებმა აიღეს 44% და 20% აიღეს კომუნისტებმა. უბრალოდ როდესაც ჩაატარეს გამოკითხვა, ასე უნდა განაწილებულიყო ხმები და ჰიტლერმა გააკეთა ძალიან საინტერესო რამ. ეს არიციან დღემდე. ჰიტლერის გაკეთებულია თუ მართლა ასეთი რამ მოხდა. ანუ კომუნისტებმა გადაწვეს რაიხსტაგი. ასე არის ცნობილი.
იყო ერთი ვერსია, რომ ბულგარეთის კომპარტიის თავმჯდომარე იყო ასეთი გიორგ დიმიტროვი, იმან გადაწვაო. ის იჯდა კიდეც ამის გამო. ალბათ გახსოვთ დიმიტროვის ქარხანა არის, ხო, თბილისში იყო უბრალოდ თვითმფრინავებს რაღაცებს უშვებდა მსგავს. აი სწორედ იმ დიმიტროვის სახელი ერქვა. კიდევ ერთი ჯოკერი გამოუძვრათ ნაცისტებს, იმიტომ რომ რაიხსტაგი მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მთავრობები ბევრ ქვეყანაში არა, ალბათ არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც მთავრობები მოსახლეობა, რომელსაც თავის მთავრობა უყვარდეს, მაგრამ რაიხსტაგი გერმანელებისთვის წმინდა ადგილია და ამან, რა თქმა უნდა, ქვესკნელში ჩააგდო კომუნისტების რეიტინგი და ნაცისტები მოვიდნენ ერთპიროვნულად. და პირველი რაც გააკეთეს, მათ გააუქმეს ყველანაირი პარტია და შეითავსეს რაიხსკანცლერის და რაიხსმინისტრის თანამდებობა გააერთიანეს, რა თქმა უნდა, ამის ყველაფრის უფროსად დაინიშნა ადოლფ ჰიტლერი, იგი გახდა ფიურერი, ანუ ბელადი და პარალელურად ბერლინიდან 9 საათის სავალზე გაიხსნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი არანიენბურგში და დაიწყო გერმანიის ახალი ისტორიის ახალი თავი სავსე სირცხვილით, სისხლით, მკვლელობებით და დამარცხებებით. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ ორი ვიდეოდან? რატომ გაიმარჯვა ნაციზმმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და კულტურულ ქვეყანაში, იქ სადაც ფილოსოფოსების სავანე იყო? ფაქტია, რომ ყოველთვის რქებით და ფლოქებზე შემდგარი და ცეცხლიდან პირის მქვეველი ასეთი სახით არ მოდის ხოლმე ბოროტება ხშირად კარგად არის ჩაცმული, არა, ჩემზე უკეთესად, გაცილებით ჩემზე უკეთესად და როგორც წესი ეს კარგად ჩაცმული ბოროტება ძალიან ბევრს საუბრობს წესრიგზე, აღორძინებაზე, დიდებულ წარსულზე, ეს წარსულის გარეშე არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარსული არის მთავარი. მაშინ როდესაც მთავარი არის აწყო და მთავარი არის მომავალი. აი სწორედ წარსულს დიდებაზე აწყობენ აი ესეთი ადამიანები ყოველთვის თავიანთ რიტორიკას. ხდება იმიტომ რომ დიდერს შეუძლია უღალატოს თავის თავს და უღალატოს მაშინ როდესაც იგი დამცირებულ მდგომარეობაშია. შეუძლია მაშინ როდესაც იგი მოწყალებას ითხოვს და ვიღაცა ამ დროს მას შველას თუნდაც ბინძური მეთოდებით სთავაზობს. ვაიმარის რესპუბლიკა დემოკრატია იყო. ყიფე, მაგრამ დემოკრატია. იგი ძალიან ადვილად გატყდა. ეკონომიკის ნანგრევებში მოყოლილი გერმანელები უკვე დაღლილები იყვნენ ფიზიკურად და რაც თავარია სულიერად და ნაციზმი არ იყო თავსმოხვეული, ნაციზმი მოვიდა და ის მიიღეს უბრალოდ. მიიღეს როგორც როდესაც ადამიანი იხჩება და მას რგოლს გადაუგდებენ, ის არ უყურებს, ხო? იმ რგოლზე რა წერია, რა ხატია. თავარია გადარჩეს. გერმანელებმა ეს ყველაფერი თავიდან ბოროტების გამო კი არ გააკეთეს, ბოროტები იყვნენ და ამიტომ აირჩიეს ისინი. არამედ მათ ჰქონდათ რწმენა, რომ ნამდვილად მათ ეშველებოდათ. და როდესაც მიხვდნენ რაში იყო საქმე, უკვე გვიანი იყო. დედაჩემის მხრიდან ბებია მყავდა ძალიან საყვარელი ნინა, რომელიც ყოველთვის მახვედრებდა ხოლმე რაღაც გაზეთებიდან ამოჭრილ სტატიებს, ძირითადად ბიოლოგიაზე და ასე შემდეგ და იყო მწარე ათეისტი. და მისი ნათქვამი მახსენდება სულ რომ ჯოჯოხეთიო არისო ადამიანის მიერ და მისი ფანტაზიით შექმნილი და ეს არის კარგიო. მაგრამ საშინელება ის არის, რომ ადამიანმა თავისი ფანტაზიით ეს ჯოჯოხეთი შეიძლება რეალურად შექმნას დედამიწაზეო და სწორედ ნინას სიტყვები მახსენდება, როდესაც გერმანიის აი ამ თავს, ანუ 33-დან 45 წლამდე და რომელიც შლეიფიც მე ბოლომ კიდევ გაყვება დიდხანს გერმანიას, როდესაც აი ამ პერიოდს ვიხსენებ გერმანიის ისტორიიდან. ცივილიზაცია არ არის გარანტია იმისა, რომ შენ ბოროტებას არ მიიღებ. არავის ეგონა რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა განმეორდეს, მაგრამ ჩვენ თუ არ ვისწავლეთ, ჩვენი ისტორია არ ვიცით და შედეგები არ განვაანალიზეთ,
იგი შეიძლება დაბრუნდეს როგორც გაცილებით დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ დღეს ადამიანს გაცილებით მეტი და უფრო დახვეწილი საშუალებები აქვს როგორც პროპაგანდის, ასევე ადამიანის ფიზიკური ანადგურების. მაგრამ ამ თემებზე ჩვენ სხვა დროს უფრო დაწვრილებით, ალბათ სტუმრებთანაც ერთად ვისაუბრებთ, ამიტომ დარჩით არხზე. მე დღეს ამით ვამთავრებ ჩემს გადაცემას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ წინვალე აღდგომის დღესასწაული, გვფარავდეთ მისი მადლი. ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. არ მოიწყინოთ. ნახვამდის.